Financial Times-ის ცნობით ამერიკამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რომელიც გულისხმობს კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს და ზღუდავს მის სამხედრო შესაძლებლობებს. სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ ჩარჩო შეთანხმების სტადიაზეა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ის მოსკოვის ინტერესებს ასახავს და რეგიონში მისი პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. გამოცემა წერს, რომ ერთმა ადამიანმა, რომელიც იცნობს ამ დოკუმენტს, ახასიათა ის როგორც ძალიან ზოგადი, მაგრამ მნიშვნელოვნად მორგებული რუსეთის ინტერესებზე. Financial Times-ის წყაროების ცნობით გეგმის საკვანძო პუნქტები მოიცავს. უკრაინა უარს ამბობს შორს მსროლელ დასავლურ იარაღზე, რომელსაც შეუძლია დარტყმების განხორციელება ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის ტერიტორიაზე არ დაიშვება უცხოური ჯარების ყოფნა. რუსული ენა აღიარებული უნდა იქნას ოფიციალურ სახელმწიფო ენად. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილობრივ ფილიალს ოფიციალური სტატუსი ენიჭება. უკრაინული არმიის რიცხოვნობის შემცირება დაახლოებით ორჯერ. შეიარაღების საკვანძო კატეგორიების შეზღუდვა და ამერიკული სამხედრო დახმარების თანდათანობით შეწყვეტა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმა მოიცავს რეალურ პრაქტიკულ წინადადებებს და იმავდროულად რუსეთზეა მორგებული, რადგან აძლევს მას პოლიტიკურ და სტრატეგიულ უპირატესობებს. დოკუმენტის ნაწილი უკრაინელებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აცხადებს წყარო და ხაზს უსვამს იმას, რომ თუ კი კიევის შეთავაზებული პირობების შესრულება შეეცდება, ის აღმოჩნდება სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შეზღუდვების წინაშე. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კიევში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ასუსტებს პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციებს. მის უახლეს გარემოსოში კორუფციული სქემების გამოძიება და უკმაყოფილება მისი პარტიის ხალხის მსახურის შიგნით დამატებით სირთულეებს აჩენს სამშვიდობო გეგმის პირობების შესათანხმებლად. ექსპერტების აზრით, ეს ფაქტორი შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას უხსნის გააძლიეროს ზეწოლა კიევზე და დააჩქაროს დოკუმენტის მიღება, რომელიც ნაკლებად აწყობს უკრაინას და უფრო მეტად მოსკოვის ინტერესებშია. შესაბამისად, გაზეთი ასკვნის, რომ სამშვიდობო გეგმის პროექტი გამოცემის შეფასებით განამტკიცებს რუსეთის პოზიციებს და ქმნის კონფლიქტის დასრულების რეალურ პერსპექტივებს მოსკოვის პირობებზე. იმავდროულად კი ზღუდავს კიევის შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს პროცესზე და შეინარჩუნოს სამხედრო დამოუკიდებლობა. რუსები აღარ თამაშობენ გლობალისტების თამაშებს, ისევე როგორც დონალდ ტრამპი და ბრიტანელებს ეს ესმით, როგორც ჩვენ ხედავთ, თავად აღიარებენ ამას. განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა სიუზან კოკინდამ. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს შეერთებულ შტატებში ისეთი პოლიტიკის დასაბრუნებლად, რომელიც შეძლებს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს თანამედროვე ბრიტანული იმპერია. ამერიკა კიევს თავაზობს დროებით უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. სამშვიდობო გეგმის შესახებ წერს Wall Street ჟურნალიც. გაზეთის ინფორმაციით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ამერიკული გეგმის ფარგლებში ვაშინგტონი კიევს თავაზობს რამდენიმე წლით უარი თქვას ნატოს წევრობაზე. გარდა ამისა, უკრაინას არ ექნება უფლება საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს უცხოური სამშვიდობო კონტინგენტი, ხოლო მოსკოვისგან ელოდებიან მომავალში კიევსა და სხვა ევროპულ ქვეყნებზე თავდაუსხმელობის დაპირებას. ნათქვამია სტატიაში. გაზეთს ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოსნის სიტყვები მოჰყავს, რომლის ვინაობაც არ სახელდება. პრეზიდენტი ტრამპი არ თვლის თავის ამოსანად და უბრუნოს უკრაინას დაკარგული ტერიტორიები. პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანოს, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ პირადი მოსაზრებები. ბუნებრივია, ევროკავშირი როგორც ნებისმიერი ადამიანი იდეალური არ არის. მისი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ კრიტიკა, როგორც ეს ცხოვრებიდან ვიცით, ორი ტიპისაა. ერთ სურს კრიტიკის ობიექტის გაუმჯობესება, მეორეს კი მისი დისკრედიტირება და განადგურება. მე მივესალმები პირველი ტიპის კრიტიკას და გამოსავლის შესახებ წინადადებებიც მაქვს, მაგრამ იმაზე მინიშნებით, რომ ევროპული ინტეგრაცია ესაა შეთქმულება პოლონეთის წინააღმდეგ, თქვენ არც ევროკავშირს ეხმარებით და არც პოლონეთს. თქვენ ამზადებთ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ნიადაგს პოლექსიტისთვის, ევროკავშირიდან გასასვლელად. თუ კი თქვენ და დარბაზის მარჯვენა მხარეს ამის მიღწევა გსურთ, თქვენთვის ცნობილი რაღაც მიზეზებით, მაშინ თქვით ეს მკაფიოდ და ნუ გონებთ საფრთხეებს სუვერენიტეტს.
შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთს ნატოს მიღმა ქვეყნებიდან საკვანძო სამხედრო პარტნიორი უწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე აფყავს და საუდის არაბეთს ვანიჭებთ შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსს ნატოს ბლოკის მიღმა. ეს მათთვის მართლაც მნიშვნელოვანია და ამას ახლა პირველად გეუბნებით, რადგან ამ საღამომდე პატარა ინტრიგას ვინახავდი, თქვა ტრამპმა. ტელეგრაფი წერს, რომ ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს. ვლადიმერ ზელენსკი განაგრძობს წვრილად ღირებული სამხედრო შეთანხმებების გაფორმებას ისე, რომ ამის რეალური რესურსები არ გააჩნია. რუსული შეტევების გამო ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები და მზარდი უნდობლობა ქვეყნის შიგნით მისი ბოლოდროინდელი ვიზიტი პარიზში და წერილის ხელმოწერა 100 ფრანგული გამანადგურებლის Groundfire 300-ის რადარის და SAMP-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის განზრახვაზე სერიოზულ კითხვებს პადებს. ასეთი სამხედრო გარიგებების ხელმოწერა, რომლის უფლებასაც უკრაინა საკუთარ თავს ვერ მისცემს, არ არის პასუხი მოახლოებულ პოლიტიკური და სამხედრო კრიზისზე. წერს ტელეგრაფი. უკრაინის ბიუჯეტს კრიტიკული 60 მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს. თავად კიევის განცხადებით, ბიუჯეტში ფულითებერლისთვის ამოიწურება თუ კი ევროკავშირის 140 მილიარდი ევროს კრედიტს არ მიაწვდის. კრედიტს, რომელიც უზრუნველყოფილია რუსული აქტივების ბელგიურ საცავში. ამასთანავე ამგვარი კრედიტის რეალური დაფარვის ალბათობა ძალიან დაბალია, თუ კი კრემლი იძულებული არ იქნება გადაიხადოს რეპარაციები. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს კორუფციული სკანდალი ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში. პრეზიდენტის ზოგიერთ მოკავშირეს ადანაშაულებენ უკრაინის ატომური სადგურებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარის მიტაცებაში, ეგრეთ წოდებული ატკატების სახით. როდესაც რუსული შეტევების გამო ქვეყანა ელექტროობის ხშირი გათიშვების პირისპირაა, ომის დროს მსგავსი მოხვეჭილობა განსაკუთრებით ძისხს იწვევს, ნათქვამია სტატიაში. ხელისუფლების დამინდობა მცირდება. ლოიალური დეპუტატები მოითხოვენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის გადადგომას. ნაციონალისტები კი პრეზიდენტს უახლოეს წრეში მოღალატეების ლიკვიდაციისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციური აქტივისტები სტრატეგიული კატასტროფის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ზელენსკის ყოფილი მხარდაჭერი სერგეი სტერნენკო ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვა იშლება. ექსპერტების აზრით, ევროპაში მოგზაურობა და ფანტასტიკური გარიგებებით შეიარაღებები არის არა სტრატეგიული ინიციატივის დემონსტრირება, არამედ უკრაინის ხელმძღვანელების სასოწარკვეთა მოახლოებული პოლიტიკური და სამხედრო კრიზისის პირისპირ, წერს ტელეგრაფი. ზელენსკის საკუთარი პარტიის წევრები ერმაკის გადაყენებას თხოვენ. ფლეშ რეპორტი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ყაჩაღები ალიბაბას სასწრაფოდ გადაყენებას მოითხოვენ. ლაპარაკია ზელენსკის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკზე. მაღალჩინოსნები ზელენსკის ახლო გარემოცვიდან მოუწოდებენ პრეზიდენტს თანამდებობიდან მოხსნას თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მას შემდეგ, რაც უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება გამოაქვეყნა. მართველ პარტიაში ბევრი აცხადებს, რომ თუ კი ერმაკი თანამდებობას არ დატოვებს, ფრაქცია შესაძლოა დაიშალოს, ხოლო დეპუტატების ჯგუფი პარტიიდან გასვლითაც კი იმუქრებიან, ნათქვამია სტატიაში. უკრაინული ტელევიზიით ჯარისკაცების ჩიპირების წინადადებით გამოდიან. 21 საუკუნეში უკვე ძაღლებსაც ჩიპავენ, რომ არ გაიქცნენ. არ მესმის, რატომ არ უნდა დავჩიპოთ ეს ბანდერელები, რომ GPS-ით შევძლოთ მათი პოვნა და დაბრუნება. ასეთი წინადადება გაჟღერდა უკრაინული ტელევიზიით, როგორც დეზერტირობასთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი. ევროკავშირი კორუფციაში ჩაფლულ უკრაინას თავის რიგებში არ მიიღებს. ამის შესახებ რადიოს ადგა რადიო Z-ის ეთერში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, ის ერთ-ერთი პირველი პირობაა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებებისას. ბლოკში კორუმპირებული ქვეყანა ვერ გაწევრიანდება, თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას კიევში სასწრაფოდ გაარკვიოს ზელენსკის გარემოცვაში კორუფციული სკანდალის ყველა გარემოება.